შორი მოქმედების დრონები, რეაქტიული უპილოტო სისტემები, საზღვაო დრონები, მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტები, ჰაიმარსის სისტემები, ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები და დასავლური ქვეყნების სადაზვერვო მხარდაჭერა. სწორედ ამ შესაძლებლობის ერთობლიობით უკრაინა რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ შეტევებს აგრძელებს. ბოლო დღეებში უკრაინის სამიზნე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, საწვავის საცავები, სამხედრო აეროდრომები, სარკინიგზო კვანძები, ლოგისტიკური ცენტრები და აზოვის ზღვის სანავთობო ინფრასტრუქტურა გახდა. კიევის განცხადებით ეს ობიექტები რუსეთის სამხედრო ოპერაციებს პირდაპირ ემსახურება და მათი დაზიანება ფრონტის მომარაგების შესაძლებლობას ამცირებს. რუსეთის რამდენიმე რეგიონში საწვავის მიწოდება და საჰაერო მიმოსვლა შეფერხდა. ცალკეული ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანებას ადგილობრივი ხელისუფლებაც ადასტურებს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ზუსტ დარტყმებს რუსეთის სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ კვლავ გააგრძელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამბობს, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინული დრონების უმეტესობას ანადგურებს. თუმცა მოსკოვი უკვე ვეღარ უარყოფს, რომ უკრაინული უპილოტო სისტემები რეგულარულად აღწევენ რუსეთის სიღრმეში და სტრატეგიულ ობიექტებამდე აზიანებენ. ჩვენ ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება საჰაერო თავდაცვის გაძლიერება. რუსეთი აგრძელებს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმებს მშვიდობიან ქალაქებზე. პარტნიორებისგან ველოდებით სწრაფ გადაწყვეტილებებს, მეტ პეტრიოტს და უფრო ძლიერ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. გასული კვირის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა თითქმის 5000 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. მიუხედავად უკრაინის მასშტაბური შეტევებისა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა ეფექტურად მუშაობს და ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების უმრავლესობა დაცულია. უკრაინის სამხედრო ოპერაციებს დასავლელი ლიდერებიც დადებითად აფასებენ. მათი განცხადებით, რუსეთის სამხედრო ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმები აჩვენებს, რომ უკრაინას საკუთარი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აქვს გაძლიერებული. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერა როგორც თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ისე სამხედრო წარმოების გაფართოებით მომავალშიც გაგრძელდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კი ამბობს, რომ პარტნიორები უკრაინას იმ შესაძლებლობებს მიაწვდიან, რომლებიც ქვეყანას თავდაცვისა და ზუსტი დარტყმების განხორციელებაში დაეხმარება. ევროპა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, სამხედრო წარმოების ზრდა და რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერება. რუსეთზე ზეწოლა არ უნდა შემცირდეს. ჩვენი მიზანია უკრაინას მივაწოდოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც მის მოსახლეობას დაიცავს და სამართლიანი მშვიდობის მიღწევას შეუწყობს ხელს. არაოფიციალური შეფასებით უკრაინის 40 დღიანი სპეციალური ოპერაციის ფარგლებში, რომლის მიზანიც რუსეთის მშვიდობაზე იძულება, დაზიანებულია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, საწვავის ბაზები, ელექტრო ინფრასტრუქტურა, სამხედრო აეროდრომები და სარკინიგზო ლოგისტიკური კვანძები, რომელთა ნაწილის აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ასეთი სისტემური დარტყმები რუსეთისთვის მხოლოდ ეკონომიკურ ზიანს არ ნიშნავს. ისინი პირდაპირ ზემოქმედებს სამხედრო მომარაგებასა და ოპერაციების ტემპზე.